40 გოლი და 30 თამაში ეს 1996 წლის საუკეთესო შედეგია. ავტორი კი ზვიად ენდელაძეა, თავდამსხმელი, რომელიც ოქროს ბუცის პირველი ქართველი მფლობელი გახდა. თუმცა მისი ისტორია განსხვავებულია. ყველა ფეხბურთელის საოცნებო სიაში ენდელაძის გვარი ლეგენდარული ფეხბურთელების გვერდით 96 წელს ჩაიწერა, მაგრამ ამის შესახებ მან მხოლოდ 3 წლის შემდეგ გაიგო. 28 წლის წინ მინიჭებული ოქროს ბუცი ქართველ ფეხბურთელს დღემდე არ მიუღია. 28 წლის შემდეგ კი კიდევ ერთმა ქართველმა შეძლო ყოფილიყო გამორჩეული მოთამაშე ევროპის მასშტაბით გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ევრო 2024-ის თანაბომბარდირი გახდა და ყველანი ძალიან გაგვახარა. გვიყვარს წარმატებული ქართველები და ბომბარდირები, რომლებზეც ახლა ნანა გოგატაძე მოგვიყვება. წლების მერე დაბრუნდი ამ სტადიონზე, სადაც ყველაზე მეტი გოლი მაქვს გატანილი და გავხდი ოქროს ბუცის მფლობელი. ამ სტადიონზე ბურთი ბოლოს 28 წლის წინ გააგორა. მაშინ როცა ეროვნულ ლიგაში ზესტაფონის მარგვეთის ღირსებას იცავდა. საუკეთესო თავდამსხმელი ზვიად ენდელაძე, რომელმაც მეტოქის კარში გოლი 30 თამაშში 40 ჯერ გაიტანა. და ასე საქართველოს ისტორიაში პირველად ევროპის ოქროს ბუცის გამარჯვებულთა სიაში საპატიო ადგილიც მოიპოვა. პირველი გადავიტანე მე აქედან თავჩაგუნი ნუ გამიყვანთქვა და ამიხთა ყველაფერი ბოლო წუთი იყო 8 წუთი იყო დარჩენილი გადაჭა გააკეთა გამოიტანეს ჩვენებმა მივიღენ კერძე და აი ესე რომ დავატყი შტანგა გოლი შევიდა აი იქიდან რომ შემოვჭრიალდი მე არაფერი არ მახსოვს. გამარჯვების სიხარული საუკუნოდ 1996 წელს გადაღებულ ამ ფოტოზე აღიბეჭდა. საუკეთესო ბომბარდირი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით, ოქროს ბუცის მფლობელი. ისტორიული ტიტულის მოპოვების ამბავი ბომბარდირამდე 3 წლის დაგვიანებით მივიდა, თუმცა მხოლოდ სიტყვით, რადგან იმ წელს გადაცემის ცერემონია არ ჩატარებულა. აი 3 წლის მერე დაახლოებით რო ჩამოვედი, ვიყავით ლანჩხუთის გორაში, ამერი იყო გუნდი, იქ ვიდექი და მოდიოდა შავარკოსოვში კარგი ჩაცმული ადამიანი და იცახო და აი ზვიად ენდელაძე მანახეთო და მეთქი არ ვიცნო და ბიჭებს უთხრა, შეკითხე რა ხდება თქვა და აი ერთმა შეკითხა ახლობელმა და თქვენ არ იცითო ვისთან თამაშობთ, ოქროს ბუცის მფლობელთან თამაშობთ და მეთქი აგერვა ბატონო. კმაყოფილი ვარო, ჩემი გვარი იქ წერია და მადლობა ყველა ქართველს, რომელიც ჩემით ბედნიერებია, რომ ქართველი ენდელაძე წერია იმ გრანდ ფეხბურთელებს. წლებმა მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. დროის ქარტეხილებს კი უცვლელად ერთმა ფეხბურთის სიყვარულმა გაუძლო. ამიტომ ახლა კარიერის დასრულებიდან 18 წლის შემდეგ მომავალ თაობას ასწავლის, თუ როგორ გახდნენ ნამდვილი ფეხბურთელები. თუ გინდა ფეხბურთელი გახდეთ, ყველაფერია დისციპლინა, რეჟიმი, დაძინება და კვება. და მაგით დიდმა რონალდომაც თქვა იმ რონალდომ, რომელმაც ოქროს ბუცი ენდელაძის შემდეგ მოიპოვა და სიაშიც ქართული გვარის გვერდით წერია. ოქროს ბუცი 1967-68 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემა UEFA-ს წევრი ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს. მისი პირველი მფლობელი პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ეუსებიო გახდა. ოქროს ბუცი ყველაზე მეტჯერ 6 ჯერ აქვს მოგებული ლიონელ მესის, 4 ჯერ კი კრიშტიანუ რონალდუს. გოლის გატანა როგორც თავად გვიყვება ყველაზე რთულია. შრომასთან ერთად აქ იღბალის გადამწყვეტია. გოლს რო ვიტანდი, აი მაყურებელსკენ რო გავდიოდი, იხელა სიხარული იყო, ხელებზე მეფერებოდი. დილას, საღამოს, შუადღეს, ხანდახან სილები დავრბობდი მთებში, რომ ვიყოფილიყავი, აი ძლიერი ბევრი იშრომა, რომ საუკეთესო გამხდარიყო. ყველაფერს კი ერთი რამის სიყვარულით აკეთებდა. ძალიან ლამაზად თქვა მიქაუტაძე, რომ მიყვარს გოლების გატანა. და დრო იყო მეც მიყვარდა გოლების გატანა. და აი უსურებ ნაკრებში და თავის გუნდში გოლების გატანა. და მე ასე მჯერავს, რომ მაგ ფეხბურთელი აღარ გაჩერდება, ვეღარ გააჩერებენ.
გოლების გატანის დიდოსტატი გაჩერებას არაპირებს. ეს ევროპამ ნახა და აღიარა. გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის საუკეთესო ბომბარდირებს შორისაა. მიყვარს ბომბარდირი. სულ ვცადობ რომ გოლები ვიტანო. გოლების გატანას ბავშვობიდან ცდილობდა. თავიდანვე იცოდა რა იყო მისი მთავარი მიზანი. გამხდარიყო საუკეთესო. ფრანგულად უწერია Je serai le plus grand footballeur du monde. მე ვიქნებიო ყველაზე მაგარი ფეხბურთელი მსოფლიოშიო. თავისი სურათები აქვს თხრული. ლიონის, იმიტომ რომ ამ დროს აი ამ ხელა იყო რომ გააკეთა რაღაც 7-8 წლის. ბავშვობის ოცნებები რეალობად აქცია. გახდა საუკეთესო, თუმცა გზა ბომბარდირობამდე რთული იყო. იყო იმედგაცრუებაც, როცა 15 წლის ასაკში საყვარელი გუნდიდან, ლიონიდან გამოუშვეს. მაშინ წამიერად ფეხბურთისთვის თავის დანებებაც გაიფიქრა. გოლებს ვიტანდი, ტექნიკა მქონდა და ყველა ტრენერი მეუბნებოდნენ რომ ეგ არ არის პრობლემაო. და პრობლემა უფრო ფიზიკური იყო და იმიტომ გამომიშვეს. გეწყინა? კი არ მეწყინა, მაგრამ მინდოდა რომ გამიგზელებინა. იმედგაცრუებამ მოტივაცია მისცა, შრომამ კი შედეგის არ დააყოვნა და გიორგი მიქაუტაძე წლების შემდეგ სახლში, ლიონში დაბრუნდა. იმ გუნდმა, საიდანაც ის 15 წლის ასაკში გამოუშვეს, მის ტრანსფერში ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა გადაიხადა და სახლში დაბრუნებულ, გოლებზე შეყვარებულ ბიჭს შესაფერისად დახვდა. Tell the world I'm coming.